გამარჯობათ, აი ვაგრძელებ იბერიის სახელმწიფო გერბზე მუშაობას. წინაზე გიორგიმ რო ჩაწერა, იმის შემდეგ კიდევ ჩვენ წინ წავიწიეთ. ეს კალიც მოვხაზეთ, არწივის კონტურებით შემოვატარეთ, წყალებსაც დავჭა აქეთ დაფნისო, მუხისო და აი ამ ადგილებში მაშინ არ მithქვია და იქნება ყურძნის მტევანი და ურის თავთავები აი აქ როგორც აღმნიშვნელი სისხლი და ხორცი ჩვენი იესო ქრისტეს მაცხოვრის. აი ესეც დაეტანება და გააძლიერებს კიდევ ამ ჩვენს გერბს, ანუ დაცვას. და ესეც გავაკეთე როგორც არწივის ფრთები, როგორც აი მახვილები. ოქროს შეიქმნება ეს მთლიანად ოქროს მახვილები, რომ ვერავინ ვერ იოს და ვერ გვაჯობოს. ამიტომაც ძალიან ბევრი არის ისა ჩვენი ქვეყნის გარანტირება სულს. ახლა შემოვატაროთ ჩვენ გარედან აი ამ სარტყელს ესეთი ფერის ცისფერი, ამან ნახოთ როგორი ცისფერი არის, მე მგონია ძალიან ლამაზიანი. შიგნით აქ იქნება ლურჯი და ლურჯზე იქნება ეს ოქროს ფერი არწივი. ესენი მწვანეებში იქნება თავისთავად. ლენტს ჯერჯერობით ფიქრობ, რომ თეთრი შეიძლება იყოს წითელი და თეთრად დაეწერება დიდება უფალს. აქ ბოლნური ჯვრები, ეს ხმალი თავისთავად მეტალი, კლანჭებით ეყრდნობა ეს ოქროს არწივი, იბერიის არწივი, ძალას. თავისაც ხომ წერია თავის ვეფხის ბაოსანში, რომელმა შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა. ყველაფერს ჭირდება ძალა და ენერგია. ძალის გარეშე არაფერი არ კეთდება და არც გაკეთდება არასოდეს. ამიტომ უნდა იყოს ძლიერი და ყოჩაღი. ასეთი გჭირდება ჩვენ სამშობლო და სამშობლოში მაცხოვრებელი თითოეული ქართველი. ძლიერი, ჯანმრთელი, ყოჩაღი, გუნიერი და უაღრესად განათლებული. უნდა იყოს სპორტულ ფორმაში. ონებით უნდა იყოს მეცნიერი. ეს არის ჩვენი მისია, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მისია. ეს თითოეულმა ქართველმა კარგად უნდა გაისიგძე განოს. ამ შემთხვევაში გავწმინდება ჩვენი სამშობლო. ამიტომ მოგვიწევს დიდი შრომა, თავდადება, ყურადღება. ამას ყველაფერს თავზე ედგმის სიყვარული. სიყვარული არის მოქმედებით. შრომობ, იღწვი, აზროვნებ, აკეთებ ყველაფერს ღმერთის, ღირსებისა და სამშობლოსათვის. აი ესე. მოგონი ძალიან ლამაზი ფერია. დროებით შევწყვიტოთ ჩვენი ქრობა და შემდეგ ვიდეოსაც ჩავწევთ.